მეგობარი აქტის განახლებული ვერსია ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა ოჯახის წევრების დასანქცირებასაც ითვალისწინებს. ოლიგარქის პარტიის წინააღმდეგ საკანონმდებლო წინადადების გამკაცრებული ვერსია ავტორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა 119 მოწვევის კონგრესის პირველივე სამუშაო დღეს წარადგინა. აქტი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, რეინიცირების შემდეგ არაერთმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა გაავრცელა დოკუმენტის მხარდამჭერი განცხადება. მალე წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ კიდევ ერთ კანონპროექტს წარადგენენ. ქართული კოშმარის არაღიარების აქტის ავტორი დემოკრატი სტივ კოენია. დოკუმენტი ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის გუნდის ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებას აუკრძალავს. ვილსონმა და კოენმა საკანონმდებლო წინადადებებზე ფიცის დადებამდე ისაუბრეს, შემდეგ მათ კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ასარჩევად კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. ამერიკის პოლიტიკურ იერარქიაში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ისევ მაიკ ჯონსონმა დაიკავა. ის 2020-ში ივანიშვილის სანქცირებას უჭერდა მხარს. სალომე ლაბაძე დეტალებით აგრძელებს საუბარს ფორმულას პირდაპირ ეთერში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისთვის, რომ პრიორიტეტად რჩება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, სწორედ ამის დასტური აღმოჩნდა ახალი მოწვევის კონგრესის პირველივე სხდომა, სადაც ამერიკელმა კანონმდებლებმა დრო არ დაკარგეს და ჯო ვილსონის ავტორობით მეგობარი აქტი თავიდან დააინიცირეს. ოღონდ თავიდან ინიცირებული ეს პროექტი უფრო მკაცრი შინაარსისა, მკაცრი შინაარსი კი ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერების, არამედ მათი ოჯახის წევრების სანქცია. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება ოჯახის წევრების ჩართულობაც კორუფციაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ სანქციების პაკეტი ამოქმედება იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში შეინარჩუნებს ძალაუფლებას და გააგრძელებს მოქმედებას დემოკრატიის და ქართველი ხალხის ევროპული ნების საწინააღმდეგოდ. ხოლო თუ მოვლენები განვითარდება საპირისპიროდ, ანუ თუ საქართველოში აღდგება დემოკრატია, ასეთ შემთხვევაში მეგობარი აქტიც ქართულ ხალხს სხვა პირობებს შესთავაზებს, სხვა პირობებში კი იგულისხმება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის განხორციელება და მაგალითად ვაშინგტონიდან საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფა სამხედრო და ასევე არა მხოლოდ სამხედრო მიმართულებით, ეს ასევე შეიძლება გულისხმობდეს უვიზო მიმოსვლასაც შეერთებულ შტატებთან და სავაჭრო ურთიერთობის გამარტივებასაც, ანუ შეთანხმებას თავისუფალ ვაჭრობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მიერ, ასევე სარგებლობს დემოკრატების პარტიის მხარდაჭერითაც და ასევე როგორც ჯო ვილსონი აღნიშნავს, ის შეთანხმებულია კონგრესის ზედა პალატასთანაც, ამიტომ მოსაოდნელია, რომ მისი დამტკიცება ჯო ვილსონის ვარაუდის შესაბამისად მალე მოხდება. ბედა კონგრესმენ კოენს გვინდა პატივი მივაგოთ ქართულ ხალხს მათი გამბედაობისთვის. წინააღმდეგეს ივანიშვილს, მილიარდალს, რომელიც მოქმედებს როგორც სამხედრო დამნაშავე პუტინის სუროგატი. თქვენ კიდევ უფრო ხშირად ნახავთ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საქართველოს საკითხზე ერთად მუშაობას. მეგობარი აქტი აჩვენებს იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელიც ქართული ხალხისადმი გვაქვს. რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთად მუშაობთ სანქციების აღსრულების ხელშესაწყობად, ასევე ქართული ხალხისთვის წამახალისებელი ნაბიჯების პოპულარიზაციისთვის. მას შემდეგ, რაც მათი დემოკრატია სრულად აღდგება, რათა დაინახონ, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს უფრო მჭიდროდ იმუშაონ ქართულ ხალხთან. ასე რომ ეს ძალიან დადებითი აქტი იქნება. მაიკ უოლიც, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება, 2020 წელს ივანიშვილის სანქციების ერთ-ერთი ინიციატორი იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ერთ-ერთი ავტორი იყო იმ ანგარიშისა, სადაც ივანიშვილის დასანქცირება იყო მოთხოვნილი. ჯონსონი, უოლცი და მარკო რუბიო ყველანი მუშაობენ დონალდ ტრამპთან ერთად, რომ ხარი დაუჭიროს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის მისი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ორპარტიულ მუშაობას. ტრამპის ადმინისტრაციაში თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი მეგობრები და საბჭოთა იმპერიის მოწინააღმდეგეები არიან. კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია ქართული კოშმარი საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს. რეჟიმის ავაზაკების ეწოლას ახდენდნენ და აპატიმრებენ მომიტინგეებს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ოქტომბრის ბოლოს ჩატარებულ არჩევნებს ფუნდამენტურად ხარვეზიანს უწოდებენ. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. მეგობარი აქტი ითვალისწინებს დახმარებას, უწესებს სანქციებს პუტინის პაიკებს და ჰპირდება ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში. ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძირი გამოუთხაროს დემოკრატია საქართველოში და ამას უნდა მოხდეს შედეგები. ეს კანონპროექტი აძლიერებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ცხადყოფს, რომ ჩვენ არ შევეგუებით მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს.
შეერთებული შტატები და კონგრესი განან ქართველი ხალხის გვერდით ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან კრიტიკულ მომენტშია. მისი ხალხი მამაცურად იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის. მეგობარი აქტი ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. ეს არის მხარდაჭერის არსებითი აქტი, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირეებს საქართველოში, უზრუნველყონ თავიანთი მომავალი და დაიცვან თავიანთი თავისუფლებები. როგორც მოისმინეთ, მეგობარი აქტის ავტორი და მხარდამჭერი კონგრესმენები ივანიშვილსა და მისი რეჟიმის ლიდერებს პირდაპირ პუტინის პაიკებს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამ რეჟიმის პოლიტიკის მიზანია საქართველოს აქციოს რუსეთის კოლონიად. მეგობარი აქტი კი სწორედ ამ მიზნის მიღწევაში უნდა აღმოჩნდეს ხელის შემშლელი ფაქტორი ივანიშვილისთვის, იმით რომ ის უნდა დაემუქროს ოლიგარქს და მისი რეჟიმის ლიდერებს უფრო მკაცრი სანქციებით, ხოლო ქართულ ხალხს უნდა დაჰპირდეს უფრო მეტ მხარდაჭერას. თუმცა ესეც არ მიიჩნიეს საკმარისად ამერიკელმა კანონმდებლებმა და რამდენიმე დღეში როგორც ცნობილია, ამერიკის კონგრესში დარეგისტრირდება კიდევ ერთი ინიციატივა ქართული ოცნების უფრო სწორად კი ქართული კოშმარის შესახებ. სწორედ ქართულ კოშმარს უწოდებენ ივანიშვილის პარტიას ამერიკელი კანონმდებლები და აპირებენ დაარეგისტრირონ ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას აუკრძალავს ლეგიტიმურ მთავრობად ცნოს ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ეს ყველაფერი ერთად ოპოზიციის შეფასებით აჩვენებს იმას, რომ მტკიცია შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გვერდით დაუდგეს ქართულ ხალხს და დაეხმაროს მას მიზნის მიღწევაში, რაც გულისხმობს ახალი არჩევნების მოპოვებას და ამ გზით ევროპული მომავლის დაბრუნებას. ეს არის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროცესი, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება და არა მხოლოდ. ეხლა დასავლური დემოკრატიები ხარს უჭერენ ქართულ ხალხს. ათზე მეტმა ევროპულ სახელმწიფომ ღიად უკვე განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები. სასანქციო პოლიტიკა ამერიკული, ევროპული სულ უფრო და უფრო მეტად იკრებს ძალას. და სანამ გაგრძელდება ეს, სანამ ამ ქვეყანაში გაუმჯობესებული სისტემით ჩატარდება ახალი არჩევნები და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები ჯერ არ არის ფიქში. ის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, რომელიც აშშ-მ გადადგა და პირველ რიგში ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ოცნება სულ უფრო და უფრო მეტი მძიმე სიურპრიზი ელოდება იმ ქმედებებისთვის, რა ქმედებებიც ჩაიგდიდა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და როგორც გადაიყვანა ქვეყანა აი ამ ევროატლანტიკური ტრაექტორიიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს უწყვეტი მშვიდობიანი პროცესი, არ უნდა შეწყდეს შიგნიდან წნეხი. ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში და ეს ორივე პარტიას ეხება, გაბატონებულია აზრი, რომ ივანიშვილი არ არის ამერიკის მეგობარი და პირიქით ამერიკის მტრების მეგობარია და შესაბამისად, ითქვა კიდეც, რომ ის სანქციები, რომელიც დაადეს, ეს არის ერთგვარად პირველი ტალღა, რომ მას უტოვებენ მაინც მანევრის ერთგვარ საშუალებას და მოსალოდნელი შეიძლება იყოს უფრო მკაცრი სანქციები. დიდი ხანია უკვე განიხილება ეს მეგობარი აქტი, მაგრამ რა კი ისევ დადგა, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში მისი განხილვა, ესე იგი არსებობს ალბათ რეალისტური შანსი, რომ ის მიიღონ. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი კონგრესში რამდენიმე დღეში დარეგისტრირდება, რაც შეეხება მეგობარ აქტს. ის ჯერ კიდევ გასული წლის 20 მაისს დაინიცირეს კონგრესში რუსულ კანონზე საპასუხოდ, თუმცა წინამოწვევის კონგრესში პროცესის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. ახლა კი იმის გათვალისწინებით, რომ ამ აქტს აქვს ორივე პარტიის მხარდაჭერა, მისი ავტორი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ტრამპის უახლოესი გარემოსთვის წევრი ჯო უილსონი ვარაუდობს, რომ ამ აქტის დამტკიცება უმოკლეს ვადაში მოხერხდება.